საქართველოში შესაძლებელი არის ნებისმიერი სირთულის ონკოლოგიური პაციენტის მართვა. სადემონსტრაციო წარმოგიდგენთ გასულ კვირას გაკეთებულ ორ შემთხვევას. პირველი ეს არის ახალგაზრდა 38 წლის მამაკაცი, კუჭის კიბოთი, მეორე 30 წელს მიტანებული, ასევე მამაკაცი, სწორი ნაწლავის უქვემოამპულარი ნაწილის დაავადებით. ორივე პაციენტის დიაგნოსტირების ეტაპზე უამრავი იყო რთული. აქტიურად რეზექტაბელობის ზღვარზე იმყოფებოდა, ანუ ოპერაციის გაკეთების საკითხი იდგა. ბორდის გადაწყვეტილებით, რომელშიც მონაწილეობას იღებდა თოდუას ცენტრის სრული თერაპიის განყოფილების გამგე პროფესორი ნატალია ჯანყავაშვილი და აგრული განყოფილების გამგე კლინიკური ონკოლოგი ირინე ელიავა. მაშინ დაიგეგმა ნეოადიუვანტური თერაპია. კუჭის კიბოს შემთხვევაში ეს ჩატარდა ქიმიოთერაპიის სახით, ხოლო სწორი ნაწლავის კიბოს შემთხვევაში ნეოადიუვანტური ქიმიოსხეული თერაპიის სახით. ორივე შემთხვევა გადავიდა რეზულტატებულ ფაზაში და გაკეთდა პირველ შემთხვევაში ტოტალური გასტრექტომია, ანუ მოკვეთა, ხოლო მეორე შემთხვევაში შესაძლებელი გახდა სფინქტერ შემნახველი ოპერაციის წარმოება, რომელიც ჩატარდა სრულად ლაპარასკოპიული მეთოდით. მოხერხდა როგორც რადიკალური ოპერაციის გაკეთება, ასევე პაციენტის სოციალური რეაბილიტაცია ერთდროულად, ანუ სფინქტერ შემნახველი ოპერაციის წარმოება. ორივე პაციენტის მდგომარეობა ბედნიერად ოპერაციის შემდგომ პერიოდში მიმდინარეობდა სადაც გაეწერა ბინაზე. ამჟამად მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არის და ორივე იმყოფება კლინიკური ონკოლოგის მეთვალყურების ქვეშ. ოპერაციის წარმატებითი ჩატარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბატონ ლევან ქიმაძემ, რომელსაც აქვს ძალიან დახვეწილი ლაპარასკოპიული მონარჩევები და ასევე ჩვენმა ახალგაზრდა კოლეგამ მოტივირებულმა და ქირურგიაზე უზომოდ შეყვარებულმა ზურაბ ბაჭაძემ. დაავადება იყო კლინიკურად დენილი, როგორც ადგილობრივად გავრცელებული, რაც გულისხმობდა იმას, რომ პაციენტს დაავადება ჰქონდა სწორ ნაწლავში და რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში, შორეული მეტასტაზები არ ვლინდებოდა. პრობლემა იყო ის, რომ დაავადება იყო იმდენად სისხლდენი, რომ ვერ კეთდებოდა ბიოპსია. ვცადეთ რებიოპსია, მაგრამ დაავადება იყო იმდენად სისხლდენი, რომ ვერ განხორციელდა რებიოპსია. პაციენტს აიხსნა ყველაფერი და იზოლებული გახდომაზე დაყრდნობით დაგვეგეგმა მკურნალობა. პირველ ეტაპზე, როგორც სწორი ნაწლავის რეგიონალურად გავრცელებულ დაავადებას საჭიროება დავიწყეთ მკურნალობა ქიმიოსხეული თერაპიით. ქიმიოსხეული თერაპია ჩატარდა კომბინირებულად, განხორციელდა 28 სხივი. სხიური თერაპიის დაწყებიდან მალევე შეწყდა სისხლდენა, რაც ასევე სხიური თერაპიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოქმედების ფაქტორია ასეთ პაციენტებში. სხიური თერაპიის დამთავრებიდან თვენახევარში გაკონტროლდა პაციენტი რადიოლოგიური კვლევებით, გამოვლინდა დადებითი დინამიკა, იგეგმა უკვე ქირურგიული ჩარევა და პაციენტი გაიგზავნა ონკოქირურგთან კონსულტაციის ჩასატარებლად. მამას უცაბეთად აღმოაჩნდა უმძიმესი დაავადება სწორი ნაწლავის სიმსივნე. ფულზე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და ფაქტიურად არც ერთი ექიმი არ უნდა საერთოდ ხელის მოკიდება და აქედან გამომდინარე ბატონ არჩილს დაუკავშირდით იმდენად სწორ გზაზე და იმდენად კარგად დაგვაყვალიანა, რომ არავის არ უნდა საერთოდ რომ ხელი მოეკიდა ასეთი მძიმე პაციენტისთვის. ძალიან დიდი მადლობა ბატონი არჩილის, იმიტომ რომ ის რო არ ყოფილიყო, ალბათ მამაჩემი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. და ჩემ მეუღლეს ზურაბ ელენიძეს უნიკალური ოპერაცია და ძალიან დიდი მადლობლები ვართ მაგის მთელი მაგისი გუნდი. Prie ana zaman vaxtında analiz yaptılar, sistemler açtılar. Her şey normal. Normal sürdür. Şimdi özümüz Zaten yaxşı.